ამოცანა 1.14-ის პირველი წილადის ხაზი 1.7 გამრავლებული 4.4/5-ზე მინუს 3.3/5 გაყოფილი 2.4-ზე შეფარდებული 3.1/2-ს პლუს 2.1/4 ამას გამოკლებული ისევ წილადის ხაზი მრიცხველში 3.1/2-ს მინუს 2.8/10 პლუს 5.2/13 გამრავლებული 6.17-ს შეფარდებული 18-ს მინუს 8.75/100. პირველ რიგში გავაკეთოთ პირველი წილადის მრიცხველი. აქ ყველაფერი გადავაქციოთ წილადად 1.7/2-ის მაგივრად 15/2 დავწეროთ, 4.4/5-ის მაგივრად 24/5, 3.3/5-ის მაგივრად 18/5, 2.4/5-ის მაგივრად 24/5. ქვემოთ შერეული რიცხვების შეკრება გვაქვს და შევკრიბოთ 3 + 2 არის 5, 1/2-ს რო 1/4-ით დავუმატოთ არის საერთო მნიშვნელი ექნება 4 და მრიცხველში დაიწერება 2 + 1. ამას გამოკლებული ახლა მეორე წილადის მრიცხველშიც ყველაფერი ისევ წილადად გადავაქციოთ. ანუ 3.1/2-ის მაგივრად 7/2, 2.8/5-ის მაგივრად 28/5, 5.2/3-ის მაგივრად 17/3 და გამრავლებული 6/17-ზე უცვლელად გადავიწეროთ. 12-ს მინუს 8.75 იქნება 3.25/100. აქაც დავიწყოთ ახლა ისევ პირველი წილადის მრიცხველით. შეგვიძლია ჯვარედინად შევკვეცოთ. 15 და 5 შეიკვეცება არის 3, 24 და 8 შეიკვეცება და არის 3. ამ დაგვრჩა 3 × 3. გაყოფა რო შევასრულოთ, უნდა შევასრულოთ გამყოფის შებრუნებულზე გამრავლება. ამ 18/5 გავყოთ 24/10-ზე, იგივე რაც 18/5 გამრავლებული 10/24-ზე. ამის მნიშვნელი უკვე წილადად გადავაკეთოთ, ანუ 5/4 პლუს 3/4. აქაც მეორე წილადის მრიცხველში გაყოფა გვიწერია და შევცვალოთ გამრავლებით. აქ პირდაპირ შეგვიძლია შევკვეცოთ 17 შეგვეცავს 6, 3 შეგვეცავს და 2 დაგვრჩება. 3.25-ის მაგივრად დავწეროთ 325/100. უდრის 3 × 3 არის 9, აქაც რო შევკვეცოთ 18 და 24 შეიკვეცება 6-ზე, აქ დაგვრჩება 3, აქ დაგვრჩება 2, 2 × 5 არის 10 და 10 და 10 ერთმანეთს შეკვეცავს. Prostrat 18 და აქ დაგვრჩება 4, 4 × 5 არის 20 და 10 და 20 რო შეიკვეცება, დაგვრჩება 2. ანუ 9-ს მინუს 3/2. შეფარდებული 23/4-ზე. ამას გამოკლებული. აქაც მეორე წილადში შეგვიძლია შევკვეცოთ 7 და 28 შეიკვეცება და აქ 1 დაგვრჩება, აქ 4, 2 და 10 შეიკვეცება, აქ 1 დაგვრჩება, აქ 5. ანუ ამის მაგივრად მივიღეთ 5/4-ს პლუს 2 შეფარდებული 325 და 100 რო შევკვეცოთ 25-ზე იქნება 13/4. 325 რო 25-ზე გავყოთ არის 13, 125 რო გავყოთ არის 4. 9-ს მინუს 3/2. რო გავაერთმჩნელიანოთ, იქნება 18-ს მინუს 3/2 შეფარდებული 23/4-ზე. მეორე წილადში შევასრულოთ შეკრება 5/4-ს პლუს 2 იგივეა 5 პლუს 8/4 შეფარდებული 13/4-ზე. აქ დიდი წილადის ხაზი შევცვალოთ გაყოფით. 18 მინუს 3 არის 15/2, გაყოფილი 23/4-ზე. აქ 5 პლუს 8 არის 13/4. დიდი წილადის ხაზი შევცვალოთ 2 წერტილით გაყოფით 13/4-ზე. აქ ახლა გაყოფებს შევცვლით გამრავლებით. გაყოფილი 23/4-ის მაგივრად გამრავლებული 4/23-ზე. ანალოგიურად აქ კი არა, პირდაპირ რო დაუკვირდეთ 13/4 რო გავყოთ 13/4-ზე არის 1, ანუ თავის თავზე როცა გავყოთ 1-ია. პირველგან შევკვეცოთ
4 და 2 შეიკვეცება და დაგვრჩება 2, 2 ჯერ 15 არის 30, 30, 33-ს გამოკლებული 1, 1-ის მაგივრად 23, 33 დავწეროთ და 30-ს გამოკლებული 23 არის 7, პასუხი არის 7, 33. ამოცანა 1.14-ის მეორე. ხედავთ, რომ რაღაც დიდი წილადების შეკრება არის მოქმედებები წილადებზე. აღარ წავიკითხავ ამ გამოსახულებას და დავიწყოთ პირდაპირ ამოხსნა. პირველი რაც არის ყველა შერეული რიცხვი თუ 10 წილადი, გადავაქციოთ არაწესიერ წილადად. პირველი აქ დავიწყოთ შეკრება. 3+3.4 პლუს 1.2 არის 4 საერთო მნიშვნელი აქვს 15. რიცხველში ვწერთ 4 ჯერ 3-ს პლუს 2 ჯერ 5. გავყოთ 8.2 მაგივრად 82 დავწეროთ, მინუს 3 უცვლელი გადავიწეროთ, 1.1 მაგივრად დავწეროთ 7 შეფარდებული, აქაც შევასრულოთ ბრჭყილებში მოთავსებული მოქმედება, 4-19 უცვლელად დავტოვოთ, 2-ს მინუს 1 არის 1, საერთო მნიშვნელი აქვს 20 და დაიწერება მრიცხველში 3 ჯერ 5-ს მინუს 4 ჯერ 4. ამას დამატებული 1.75-ის მაგივრად დავწეროთ 75 მიასედი, პლუს 3.1/5-ის მაგივრად დავწეროთ 16/5. შეფარდებული, აქ შერეული რიცხვი რო წილადზე გადავამრავლოთ, შერეული რიცხვი უნდა გადავაქციოთ არაწესიერ წილადად. 4.2/5 არის 22/5, გავამრავლოთ 5/8-ზე. გავყვეთ ისევ თავიდან მოქმედებებს. ეს 4-იანიც შევიტანოთ ნიშნელში, უბრალოდ მრიცხველში, ანუ 4 ჯერ 15-ს დავუმატოთ, 4 ჯერ 3 არის 12, 2 ჯერ 5 10, ანუ 22. 4 ჯერ 15-ს დავუმატოთ 22 და იწერება მრიცხველში. აქ გაყოფა კვიწერია, გაყოფას შევცვლით გამრავლებით და 82/10-ის მაგივრად დავწერ 10/92-ს. 3/2 უცვლელად დავწეროთ. აქაც გაყოფილი 7/6-ის მაგივრად გამრავლებული 6/7-ზე. ანალოგიურად ქვევითაც ეს ერთიანი შევიტანოთ ნიშნელში, ანუ 1 ჯერ 20 20 პლუს 15 მინუს 16. ამას დამატებული 75 მიასედი რო შევკვეცოთ 25 არის 7/4, დამატებული 16/5. 22/5 რო გავამრავლოთ 5/8-ზე, შევკვეცოთ აქ 5 და 5 შეიკვეცება, 8 და 22 2-ზე შეიკვეცება და იქნება 11/4. უდრის. დავუბრუნდეთ ახლა ისევ თავიდან. 4 ჯერ 15 პლუს 22 არის 82, მე-15 უნდა გავამრავლოთ 10/92-ზე და გამოვაკლოთ 3/2. გამრავლებული 6/7-ზე უცვლელად გადავიწეროთ. ნიშნელში უკვე აქ 20 პლუს 15 მინუს 16 არის 19, მე-20 და 4/19 უცვლელად გადავიწერეთ. პლუს აქ მრიცხველში უკვე ეს წილადები უნდა გავაერთმნიშვნელიანოთ, 4-ის და 5-ის საერთო მნიშვნელი არის 20, მრიცხველში დაიწერება 7 ჯერ 5 პლუს 16 ჯერ 4. შეფარდებული 11/4-თან. პირველი წილადის მრიცხველში უნდა შევკვეცოთ 82 და 82 შეიკვეცება, 10 და 15 5-ზე შეიკვეცება და დარჩება 2/3. ანუ 2/3 მინუს 3/2 გამრავლებული 6/7-ზე. აქ უკვე შეგვიძლია შევკვეცოთ 19-ზე ჯვარედინად და 4 და 20 შეგვიძლია 4-ზე შევკვეცოთ და დაგვრჩება 1/5. ზემოთ უბრალოდ შევასრულოთ მოქმედებები და 7 ჯერ 5-ს პლუს 16 ჯერ 4 არის 99, ნიშნელი მე-20, შეფარდებული 11/4 უცვლელად დავტოვეთ. ზემოთ წილადების შეკრება, უბრალოდ გამოკლება გვაქვს და უნდა გავაერთმნიშნელიანოთ. 3-ის დარვის უმცირესი ნიშნელი არის 24 და მრიცხველში დავწერთ
8 ჯერ 2-ს მინუს 3 ჯერ 3. გამრავლებული 6/7 უცვლელად დავტოვეთ, 1/5 უცვლელად გადმოვიტანეთ და მეორე წილადში ახლა ეს თავარი წილადის ხაზი შევცვალოთ 2 წერტილით გაყოფით. ანუ 99/20 შეფარდებული 11/4-ის მაგივრად 99/20 გაყოფილი 11/4-ზე. ზემოთ გამოვიანგარიშოთ, რომ 2 ჯერ 8-ს მინუს 3 ჯერ 3 არის 7, ანუ 7/24 გამრავლებული 6/7-ზე და ეს მთავარი წილადის ხაზი შევცვალოთ გაყოფით 2 წერტილით, ანუ გავყოთ 1/5-ზე. აქ შეგვიძლია გაყოფა შევცვალოთ გამრავლებით, ანუ გაყოფილი 11/4-ის მაგივრად გამრავლებული 4/11-ზე და მივყვეთ ისევ გამრავლებას. აქ გამრავლების დროს 7 და 7 შეგვიძლია შევკვეცოთ, ჯერ არ შეგვიკვეცია. გავაკეთეთ აბა. პირველგან არაფერი არ შევცვალეთ. დავუმატეთ, მეორეგან უკვე შევცვალეთ. 99 და 11 შევკვეცეთ 11-ზე, დაგვრჩა 9, 20 და 4 შევკვეცეთ 4-ზე და დაგვრჩა აქ 1, აქ 5. ანუ მივიღეთ 9/5. აქ უკვე შეგვიძლია 7 და 7 შევკვეცოთ, 7 და 7 შევკვეცეთ, 6 და 24 შევკვეცოთ 6-ზე და იქნება ზემოთ 1, ქვემოთ 4, გაყოფილი 1/5-ის მაგივრად გამრავლებული 5-ზე, პლუს 9/5 უცვლელად გადავიწერეთ. ანუ 5/4-ს უნდა დავუმატოთ 9/5, საერთო ნიშნელი იქნება 20, იქნება 5 ჯერ 5 პლუს 9 ჯერ 4 მრიცხველში შეფარდებული 20-დან, ეს არის 61/20 და 61/20-დან მთელი ნაწილი რო გამოვყოთ, იქნება 3/1/20.